ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე გამოაცხადა თავი გამარჯვებულად ბადრა გუმბამ და მან მიიღო კიდეც მილოცვა პუტინისგან. ამ ფონზე ჩვენ არ მოგვისმენია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან განცხადებები, ერთ-ერთი გამოხმაურება ვნახეთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატისგან და ეს იყო განცხადება, სადაც ისინი გმობენ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს და ამბობენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგი უხეში დარღვევა ეს ყველაფერი. ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე გამოაცხადა ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო ადმინისტრაციამ შედეგები და ამ შედეგების თანახმად 50%-ზე მეტი მიიღო ბადრა გუნბამ და შესაბამისად მეორე კანდიდატი არძინბა არის დამარცხებული და ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ ეს იყო უპრეცედენტო აქტივობა ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე და მათ გააკეთეს საკუთარი არჩევნები. ჩვენ ვნახეთ მთელი ამ დღეების განმავლობაში დარღვევები, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული არჩევნების ჩატარების დროს შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ უბანზე, სადაც დაიჭრა ორი ადამიანი და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაიონის ქალაქ განთიადის მეორე სკოლაში მოხდა ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბანზე და ამის შემდეგ უკვე ერთ-ერთი კანდიდატი არძინბა იმყოფებოდა საავადმყოფოში დაჭრილი ადამიანების მოსანახულებლად. ასლან ბჟანიამ უკვე ეგრეთ წოდებულ ახალ პრეზიდენტს მიულოცა გამარჯვება, ვიხილეთ კადრები, როგორ გადაეხვივნან ისინი ერთმანეთს და სწორედ გუნბა იყო ის, ვინც ბჟანიას გადადგომის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ითავსებდა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ფუნქციებს. ძალიან მალევე მიიღო პუტინისგან გუნბამ მილოცვა და ვლადიმერ პუტინი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ისინი იმედია გააგრძელებენ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მეგობრობას და თანამშრომლობას. რას ცდილობს ახლა რუსული პროპაგანდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც ეგრეთ წოდებული არჩევნები სწორედ რუსული მეთოდებით იყო ჩატარებული და ჩვენ უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორის რუსი პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი კმაყოფილები არიან და აფხაზეთის მოსახლეობამ უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი და ეს არის რუსეთთან ყოფნის არჩევანი. ასეთი იყო სერგეი ბაბურინის განცხადება ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მოეწყო ეგრეთ წოდებული არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ და სწორედ ბაბურინმა გაატარა რუსული ნარატივი და ამუშავა რუსული პროპაგანდა, როდესაც მან თქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არ არსებობენ პროქართველი პოლიტიკოსები. Гумба Бадра Зуравович набрал 54. ხმების წინასწარი დათვლის მიხედვით პრეზიდენტობის კანდიდატმა ბადრა გუმბამ ხმების 54.73% მიიღო. მისმა ოპონენტმა ადგურ არძინბამ კი 41.54% მიიღო. ამგვარად ბადრა გუმბამ განმეორებით არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და აფხაზეთის პრეზიდენტად აირჩიეს. ამომრჩეველთა სიებში 143.651 ადამიანი იყო შეყვანილი. განმეორებით არჩევნებში აქტივობამ 70% შეადგინა. სულ 100.412-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ყველა კანდიდატის წინააღმდეგ ხმა 2065 ადამიანმა მისცა. Народ Абхазии свой стратегический выбор. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის მოსახლეობამ თავისი სტრატეგიული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და დაადასტურა. ეს არის რუსეთთან ყოფნის არჩევანი. აქ არ არსებობენ პროქართველი, პროთურქული, პროჩინელი, პროამერიკელი პოლიტიკოსები. ყველა, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, არის პროაფხაზი პოლიტიკოსი, ვინც ზრუნავს საკუთარ სამშობლოზე და მის პრობლემებზე. პოლიტიკოსებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა აფხაზეთის ერთიანობის სახელით და რუსეთთან ურთიერთობების ხარისხიანად უფრო მაღალ დონეზე წარმართვისთვის. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული არჩევნების შედეგები არის უკვე გამოცხადებული და
ბადრა გუნბა გამოაცხადა თავი გამარჯვებულად. ეს პროცესები ადამდელი ეგრეთ წოდებული არჩევნების ჩატარება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთი და სოხუმი მოიცვა პროტესტმა და რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად აპროტესტებდნენ ადამიანები რუსეთთან შეთანხმების გაფორმებას, ეგრეთ წოდებულ აგარაკების კანონზეა საუბარი და მრავალდღიანი პროტესტის შემდეგ გადადგომა მოუწია დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, ამის შემდეგ კი ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ეგრეთ წოდებული არჩევნები დაინიშნა და ჩატარდა.